ძვირფასო თანამემამულეებო, მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად ვისაუბრებთ სირიაში შექმნილ ვითარებაზე, იმ ცვლილებებზე, რომელიც მოხდა ბოლო დღეების განმავლობაში. 30 იანვარს შეთანხმება დაიდო ცენტრალურ ხელისუფლებასა და ქურთულ ძალებს შორის, რომლის შედეგადაც პრაქტიკულად ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოიპოვა უკვე ეფექტური კონტროლი იმ დარჩენილ ტერიტორიებზე, პრინციპში მშვიდობიანად შეგვიძლია ვთქვათ, რომელიც იმყოფებოდა ქურთების კონტროლის ქვეშ. ამ მომენტისთვის რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, ცენტრალური ხელისუფლების ძალები შესული არიან დანარჩენ აი ამ რაიონებში, ალ-ჰასაკას, ობანეს და ქამიშლის მიმართულებით და ეს რუკაზეც პრინციპში ნაჩვენებია. რუკაზე აქ თქვენ ხედავთ მოვლენებს, ზოგადად ვიტყვი, რომ ჩვენი თქვენთან ერთად მიზანი არ არის რუკის შესწავლა დეტალურად, ასეთი საჭიროება თუ იქნება, შეგვიძლია ესე ცალკე დავგეგმოთ, მაგრამ სხვა ძირითად შემთხვევებში მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ პროცესი 80% უნდა უკავშირდებოდეს ჩვენს ანალიზს მოვლენების, ხოლო რუკა ეს არის დამატება 20%-იანი დაახლოებით, როცა ამის საჭიროება იქნება. კონტექსტისთვის უბრალოდ, როდესაც ეს აქტუალურია, მე ასე შემოგთავაზებთ რუკას იმისთვის, რომ თვალნათელი იყოს უბრალოდ და თვალსაჩინო, რომ რა პროცესი მიმდინარეობს, რომელ ქვეყანაზე საუბრობთ, რა გეოგრაფიაც და ასე შემდეგ. ეს ძალიან ჩემი აზრით სასარგებლო იქნება. ამ კონტექსტში ახლა უკვე დეტალურად ვისაუბრებთ საკითხზე, თუმცა მინდა ასევე ვთქვა, რომ კომენტარებს როცა ვკითხულობ ძალიან აქტიურად, ძვირფასო თანამემამულეებო და საზოგადოება, ვინც ამას უყურებთ, რა თქმა უნდა, მე ვცდილობ რაც შეიძლება უფრო ობიექტური ვიყო, ამავდროულად გამოჩნია ჩემი აზრი. და თუ გჭირდებათ ობიექტური ინფორმაცია აზრის გარეშე, ამისთვის არის ხელოვნური ინტელექტი. ChatGPT, Grok-ი, Gemini, რავი, რამდენიმე არის უკვე ხელოვნური ინტელექტი და რომელიც გინდათ შეგიძლიათ გამოიყენოთ და მოგაწვდის ინფორმაციას ნებისმიერ თემაზე, ანალიზს არა, პრინციპში, უფრო ასე ვთქვათ, გარკვეულ სხვა ტიპის ინფორმაციას, მაგრამ მოგაწვდის ინფორმაციას ნეიტრალურს. ბევრი საშუალება არის ამის. ასევე სხვა წყაროებით შეიძლება ნეიტრალურად ჩაითვალოს. აქ ჩვენ რა თქმა უნდა თქვენთან ერთად ვცდილობთ ნეიტრალური ინფორმაციაზე დაფუძნებით, მათ შორის მე გთავაზობთ ჩემებურ ხედვას და ყველა მოქალაქე, ამიტომაც YouTube-ი ზოგადად ძალიან მომწონს, ყველა მოქალაქე არის თავისუფალი, უყუროს თუ არ უყუროს, გამოიწეროს არხი თუ არა, მოიწონოს ეს ვიდეო თუ არა, არავის არ ვაიძულებთ, არც მე მათ შორის, რომ ვინმე უყუროს ამ ანალიზს, დაეთანხმოს, გააზიაროს და ასე შემდეგ. ვისაც სურვილი აქვს, რომ უყუროს, კი ბატონო. თუ ვინმეს არ მოსწონს, რასაც ვამბობ, იმიტომ რომ მე ვხედავ ახლა, რომ ჩვენ საზოგადოებაში დაყოფა არის კატასტროფულ მაჩვენებელზე მისული რეალურად, ახლა უკუღმა, გადატრიალდა ვითარება. მე სხვა საქართველოს ვარ მიჩვეული, სადაც ამერიკა და ევროპა ჩვენი მტერი არ არის და ჩვენი მტერი რუსეთია. ახლა კომენტარებში ხდება პარალელური რეალობა ჩემთვის პირადად და მე ცხადია ოცნების პროპაგანდა არის ეს, ცხადია მათ შორის და მე არ ვაპირებ ამაზე ჩემი ხედვების გადალაგებას, იმიტომ რომ ჩემთვის არაფერი შეცვლილა ამ პერიოდში და შესაბამისად მოლოდინები ჩემსგან რომ მე პრორუსული ან ანტიდასავლური ხედვები ექნება, უბრალოდ არარეალურია. ეს მოლოდინები აზრი არ აქვს ამ მოლოდინებს. ასეთი ხედვა მე არ მექნება. ჩემი ხედვა ეფუძნება საქართველოს ინტერესებს. საქართველოს ინტერესები მე მჯერა და მწამს და ასე არის. ჩემი ხედვით თან ყოველთვის, რომ საქართველოს ინტერესი არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. და არავინ წინა ვიდეოში მაგალითად საუბრობდი, არავინ არაფერს არ გვაიძულებს და სომხეთიც ამის მაგალითია, არავინ არაფერს არ აიძულებს. მათ შორის არც დასავლეთი. თუ არ მოგწონთ დასავლეთთან ყოფნა, აგერ არის ბევრი მაგალითი, ბელარუსი მაგალითად არ არის დასავლეთთან და არის რუსეთთან. სომხეთიც იყო და სადამდე მივიდა, გაიაზრეს და მაგიტომაც მკვეთრად შეცვალეს ახლა კურსი. მეტი ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ, დაუბრუნდები ჩვენ დღევანდელ საკითხს და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესებია. მოდით პირველ რიგში რუკაზე ვნახოთ ეს პროცესი და შემდეგ უკვე მე დავამატებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით. აი, ხედავთ თქვენ ზოლი, რომელიც აღნიშნულია ახლახანს, სადაც იყვნენ შესაბამისი ძალები კონცენტრირებული და
ხედავთ, რომ მთლიანად მწვანედ არის აღნიშნული, ანუ ქურთული ძალების აი ამ ტერიტორიაზეც მოხდა შესვლა ამ მიმართულებით ცენტრალური ხელისუფლების ძალების და იგივე მდგომარეობა არის რეალურად, როგორც ხედავთ აქ, ეს აქ არის ქალაქი ჰასაკა, ხედავთ ქალაქი ჰასაკა და აქ არის ქალაქი კონკრეტულად ქალაქი ალ-ქამიშლი და ალ-ქამიშლის მიმართულებითაც მოხდა ასეთი ძალების შეყვანა. რეალურად ეს გარკვეულწილად და აქ თქვენ ძალებს ხედავთ, აღნიშნულია ლურჯად და მოდით უფრო ახლოდან მაინც იყოს ეს რეგიონი გვაინტერესებს ჩვენ. პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამით გარკვეულწილად ეს საკითხი არის დასრულებული, ანუ ქურთული ავტონომიის საკითხი, სამხედრო ტიპის ავტონომიის პრაქტიკულად ეხლა უკვე დასრულებულია. ეს არის ის რის მოლოდინით ჩვენ თქვენთან ერთად გქონდა, იმიტომ რომ ამას ვაკვირდებოდით ძალიან დეტალურად ამ პროცესებს, დეტალურად ამას ვაშუქებდი, ამაზე ვსაუბრობდით, პროგნოზებს ვაკეთებდით და პროგნოზები გამართლდა, რაც პროგნოზებისთვის კარგია ჩვენი არხისთვისაც, თუმცა სიტუაცია იქ მდგომარეობა, ვისთვის კარგია და ვისთვის არა, ეს უკვე თქვენთვისაც ძალიან კარგად გასაგებია. რეალურად, როგორც კი შეიცვალა ხელისუფლება სირიაში და მოვიდა შარაა, ეგრევე განაცხადა შარაა, რომ ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენსო ქვეყნის. ოღონდ ეს ტერიტორიული მთლიანობა როგორ ესმის, ეს ცალკე საკითხი არის. შესაბამისად, მისთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ნიშნავდა პოლიტიკური ალტერნატიული ხედვების, ასე ვთქვათ, დასრულებას, შეცვლას. და წაშლას მათ შორის ასეთი ზონები, სადაც მისადმი მორჩილი არ არის. ეს რა თქმა უნდა ასევე უკავშირდებოდა, მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ იქ არის ნავთობის საბადო ომარი ქვია და ასევე გაზის საბადო კონოკო დერერ-ზორის პროვინციაში, რომელიც იყო ქურთული ამ სირიის დემოკრატიული ძალების მთავარი შემოსავლის წყარო. და რეალურად რაც გააკეთა სირიის არმიამ, თქვენ გახსოვთ ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ, დაიწყეს ალეპოში შეტევა, შემდეგ დაიწყეს მდინარე ეფრატის მარჯვენა სანაპიროზე ეს შეტევის პროცესი და საბოლოო ჯამში უკვე მოვიდნენ ესე იგი მარცხენა სანაპირომდე, კონკრეტულად შევიდნენ ქალაქ ტაპკაში, ეფრატზე და შემდეგ უკვე იქედან დერერ-ზორი და რაკა აღმოჩნდა მათი ძირითადი მიმართულება. ჩვენ ასევე უნდა ვთქვათ, რომ და შეგახსენოთ, რომ 16 იანვარს 2026 წლის შარაამ ხელი მოაწერა ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს სირიაში ქურთული ენის აღიარებას და ამავდროულად სირიის მოქალაქეობაც აღუდგინა ქურთებს, ვისაც ჩამოართვეს ეს მოქალაქეობა, ასევე ნავრუზი, ანუ ქურთული დღესასწაული გამოაცხადა ეროვნულ დღესასწაულად. აკრძალა ეთნიკური დისკრიმინაცია და ნებადართო ქურთული ენის სწავლება სკოლებში. ეს ნაბიჯი ნამდვილად იყო სწორი და მისასალმებელი მისი მხრიდან, ასე შეფასდა მათ შორის ქურთების მხრიდან, თუმცა ბევრი ქურთი იყო სკეპტიკურად განწყობილი ამის მიმართ. ეს ნაბიჯი პრინციპში იმ მიზნით იყო, რომ ქურთებისადმი თან ეს ხდება პარალელურად, როდესაც აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რომ თლად ესე აგრესია დაჩაგვრა, ეთნიკური დისკრიმინაცია და წმენდა, რომ არ იყოს ეს შეფასებული, ამიტომ ასეთი ნაბიჯები გადაწყვიტა შარაამ და ეს 16 იანვარს განახორციელა. თუმცა შემდეგ იცით, რომ ძალიან სწრაფად მოხდა უცებ ჯარების წინსვლა და უკვე 30 იანვარს ახლა ფართო ასეთი ყოვლის მომცველი შეთანხმება დაიდო უკვე საბოლოო, რაზეც წინა გადაცემაში, როდესაც საუბრობდი ამ საკითხზე, ჯერ არ გქონდა ეს ინფორმაცია და ახლა უკვე საუბრობდი, რომ ეს მოსალოდნელია, იყო დიალოგი, დისკუსია, ასე შემდეგ, მაგრამ ახლა უკვე არის ზუსტი საბოლოო ინფორმაცია, რომელიც გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტას, ასევე გულისხმობს რამდენიმე ფაზის მიერ ინტეგრაციას შეიარაღებული ძალების და ქურთების, ასევე პოლიციური ძალების სირიის თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებში,
უნდა ჩამოყალიბდეს ცალკე დივიზია სირიის არმიის ხასაკას პროვინციაში, სადაც შევა 3 ბრიგადა, ესე იგი სირიის დემოკრატიული ძალების და ერთი ცალკე ბრიგადა იქნება ჩამოყალიბებული კობანიში, რომელიც იქნება დამორჩილებული ალეპოს რეგიონალურ ესე იგი მმართველობისთვის. ანუ პრაქტიკულად გამოდის, რომ გარკვეული ორი ესეთი კვაზი ავტონომიური ძალა ექნებათ ქურთებს ინტეგრირებული ცენტრალურ ხელისუფლებასთან, მაგრამ თვლად ბოლომდე დაშლილი არა. მანამდე, ესე იგი, პრინციპში ინდივიდუალური შეთანხმება იყო მხოლოდ და ეს ინდივიდუალური იყო მიუღებელი ამ ქურთული ძალებისთვის. ანუ რეალურად ახლა რაც შეთანხმებად შედგა, გარკვეულწილად არის კომპრომისი, ცალკე ესეთი ინსტიტუცია არ გააჩნიათ, მაგრამ არც თვლად ინდივიდუალურ დონემდე არიან დაყვანილი, ანუ გარკვეული ასე ვთქვათ, იერარქია შეინარჩუნეს ქურთებმა იქ. დამასკოს გადაეცა სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის ნავთობის მოპოვების ადგილები, ქამიშლის აეროპორტი და ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი. ესე იგი, ამავდროულად იქ ხდება საბუთების ლეგალიზაცია, იმიტომ რომ საკმაოდ რთულად არის საბუთების მდგომარეობა. ბევრი წლის განმავლობაში, რაც 2011-დან 15 წელი მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, თაობა გაიზარდა სკოლები, დაამთავრეს უნივერსიტეტები, რომელიც სირიასთან კავშირში აღარ იყო რეალურად. პრინციპში შეერთებულმა შტატებმა და მათმა სპეციალურმა წარმომადგენელმა ტომ ბარაკმა განაცხადა, რომ ეს ისტორიული შეთანხმება არის და შესაძლებელი გახდა სისხლისღვრის, ესე იგი, შეჩერება და შეწყვეტა, არ დაშვება, ანუ მასშტაბური სისხლისღვრის, იმიტომ რომ წინაზე ვისაუბრეთ ჩვენ, რომ რეალურად სურვილი არის და სურვილი იყო იმ მომენტში, რომ უკვე ბრძოლები გაგრძელებულიყო, ქურთები მზად იყვნენ ამისთვის, სწორედ ალ-ჰასაკას და ქამიშლის მიმართულებით. ანუ მძიმე ბრძოლები იქნებოდა, იმიტომ რომ უკან დასახები არ რჩებოდათ, სხვაგან გაცილებით მეტი უკან დასახები ჰქონდათ მათ. პრინციპში უნდა თქვათ, რომ 27 იანვარს ძალიან დაიძაბა მდგომარეობა ქამიშლიში, მათ შორის სხვა რეგიონებშიც. მაზლუმ აბდი საუბრობდა, რომ ჯარი მზად არის მათ შორის ბრძოლებისთვის და ქურთებს უნდა ჰქონდეთ გარკვეული უფლებები. პრინციპში შეგვიძლია თქვათ, რომ გამოივაჭრა აბდიმ საბოლოოდ ასეთი კომპრომისული ვარიანტი. და თვლად კაპიტულაცია არ არის, ნაწილობრივ მათი მოთხოვნები შესრულდა. 2 თებერვალს სირიის, ესე იგი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა უკვე დაიწყეს ხასაკაში შესვლა და ეს უკვე აი 10 წელიწადში, 15 წელიწადშიც კი პირველი შემთხვევა არის, როცა სირიის ძალები შედიან ჰასაკაში. 30 მანქანა დაახლოებით შევიდა ქალაქის ცენტრში. ჰასაკა მდებარეობს აქ, უკეთ რო გაჩვენოთ. ჰასაკა არის ეს ქალაქი კონკრეტულად. აქ არის ჰასაკა, ანუ აქ შევიდნენ, ქამიშლი კი არის აქ ზემოთ საზღვარზე. ალ-ჯაზირას ინფორმაციით დაახლოებით 150 სამხედრო და პოლიციელი არის შესული ამ მომენტში კონკრეტულად ჰასაკაში. კომენდანტის საათი არის ქალაქში და გარკვეული ეტაპობრივი ინტეგრაციის პროცესი. ამავე დღეს, ესე იგი, 15 მანქანა, ასევე ცენტრალური ხელისუფლების შევიდა კობანიში, კობანი არის აქ. და კობანეში, ესე იგი, საკმაოდ ახლოს განთავსდნენ ქალაქთან, თუმცა ქალაქში არ იყვნენ შესული ბოლო ინფორმაციით ჯერ კიდევ. ქალაქთან არიან განლაგებული და ქურთული ძალები იქ აკონტროლებენ, ესე იგი, ვითარებას ადგილზე ჯერ კიდევ. 3 თებერვალს უკვე დღეს პრინციპში ქამიშლის მიმართულებით მოხდა გადაადგილება ძალების და როიტერსის ინფორმაციით სამთავრობო კოლონები, ესე იგი, საკმაოდ რთულად ჩავიდნენ იქამდე მთავრობის ეს კოლონები. ადგილობრივი ხელისუფლება ხელი შეშლას ცდილობდა, ადგილობრივი მოქალაქეები, ასე ვთქვათ, სოფლების და გეგმაში არის პრინციპში აეროპორტის კონტროლი ქამიშლიში. ქალაქში ასევე არის კომენდანტის საათი
და ქურთული ძალები პრინციპში იმყოფებიან პრინციპში აი მზადყოფნაში. ანუ გარკვეული დაძაბულობა ნამდვილად ამ მომენტში იკვეთება და მათ შორის ქურთული პოლიციის ხელმძღვანელი მარვან ალალი ესე იგი აცხადებს რომ მარვალ ანალი ამ შემთხვევაში არის სირიის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელი, აცხადებს, რომ ქალაქში შეზღუდული რაოდენობის პოლიციელი შევა, ჯარის წარმომადგენელიც და დაიწყება ინტეგრაციის პროცესი. პრინციპში უნდა ვთქვათ, რომ კობანეს მიმართულებით დაახლოებით ჰუმანიტარული ტვირთიც არის და გადაადგილებაც არის და ცდილობენ უკვე, იმიტომ რომ კობანე ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, ჩვენ ამაზე გვისაუბრია, იქ ადამიანებისთვის ურთულესი ვითარება შეიქმნა, არ იყო ელექტროენერგია, არ იყო მათ შორის სითბო და ძალიან ცუდი ამინდი იყო, ბევრი თოვლი და აქედან გამომდინარე დაღუპულებიც კი იყვნენ სიცივისგან. პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მისასალმებელი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ვინც ამის წინააღმდეგ გადაწყვეტილების ნაბიჯს გადადგამს, ესე იგი დარტყმა ელოდებათო და გავჭყლეთო დაახლოებით ასე გამოიყენა ასეთი სიტყვა ამ ძალებს, ანუ პრაქტიკულად დაემუქრა სიკვდილით ყველა იმ ძალას, ანუ ქურთულ ძალებს გასაგებია, ვინც არ დაემორჩილება აი ამ ახალ შეთანხმებას. ამავდროულად თავად ქურთული ძალები ჯერ კიდევ ცდილობენ ამ რეგიონებში კონტროლს, რადგანაც მოსახლეობის აზრი არის ძალიან განსხვავებული. არაბულ სოფლებში მაგალითად არის ესე იგი უცნაური დამოკიდებულება ამის მიმართ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქურთული ძალები ამას დათანხმდნენ, რეალურად ქურთულ ძალებში სრული ესეთი ერთპიროვნული კონტროლი არ არსებობს და თუ პოლიტიკური ნაწილი ქურთული ძალების ამას თანხმდება, არ ნიშნავს, რომ სამხედროებიც ამას დათანხმდებიან. ცოტა უცნაური განცხადება, იმიტომ რომ მაზლუმ აბდი არის რეალურად სამხედროების მეთაურიც, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დიდი ალბათობა რომ მონოლითი არ არსებობს. დიახ, ანუ ერთგვაროვანი შეიძლება მართლაც არ არიან ეს ქურთული ძალები და შესაბამისად შეიძლება იქ იყოს გარკვეული სხვა პროცესები და აი ერდოღანის განცხადებაც მათ შორის მაგას უკავშირდება გარკვეულწილად, მაგ ლოგიკას მოიცავს, რომ ესე იგი პრინციპში პირდაპირ ვთქვათ, რომ შეიძლება ვიღაც ძალები იყვნენ წინააღმდეგ ამ შეთანხმების. გარდა ამისა, ქურთებს აქვთ ასეთი მოლოდინი, რომ შეიძლება შარაას ბრძანება არ იყოს გათვალისწინებული და შესაბამისად იყოს მათი უფლებების შელახვა. ზოგადად ქურთებს აქვთ სურვილი, რომ იქნებ კონსტიტუციაში ჩაიწეროს ეს ყველაფერი და არა შარაას ბრძანებებში. რამდენად რეალისტური ამ მომენტისთვის ასეთი პროცესი, პრინციპში ამას ზუსტად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეჭვი ვეპარება, რომ ვინმე ახლა კონსტიტუციის ცვლილება დაიწყოს. თუმცა შარაას ძალაუფლება გააჩნია, მაგრამ შეუძლია დაარღვიოს საკუთარივე შეთანხმება, ცხადია, მაგრამ კონსტიტუციის დარღვევაც შეუძლია რეალურად და ბევრი მაგალითი გვაქვს კონსტიტუციის დარღვევის. აგერ შორს არ წავიდეთ, საქართველოს 78 მუხლი კონსტიტუციის ამბობს, რომ ყველა კონსტიტუციური ორგანო ყველაფერს უნდა აკეთებდეს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მაგალითად, და არც არავის აინტერესებს კონსტიტუციური ორგანოებს დღეს 78 მუხლი საქართველოს კონსტიტუციის და აკეთებენ ზუსტად საპირისპიროს. ასე რომ კონსტიტუციაში ჩაწერილიც რეალურად არაფერს ნიშნავს, თუ ხელისუფლება არ აქვს ის პასუხისგებლობა, რომ კონსტიტუცია გაითვალისწინოს, ასე რომ არ მგონია, რომ ქურთების ეს სურვილი რეალისტური ყოფილიყო და ასევე უნდა ვთქვათ, რომ ამ მომენტისთვის სიტუაცია ესეთი ბოლომდე გაურკვეველი რჩება, თუმცა დიდ ესკალაციას მე პირადად აქედან აღარ ველოდები და სავარაუდოდ უკვე დანარჩენი ეს არის გამოწვეული იმით, რომ მოქალაქეებს უჭირთ ამ ახალ რეალობასთან ადაპტაცია და გარკვეული პერიოდი იქნება საჭირო
ალბათ კვირეები იმისთვის, რომ ადაპტირდნენ ამ ახალ რეალობას. შევიდეა ვთქვათ, რომ ეს კომპრომისული ვარიანტი, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების მონაწილეობით, ტომ ბარაკი იყო ამის ყველაფრის ყველაზე აქტიური მონაწილე. პრაქტიკულად ყველაზე რეალისტურ გეგმამდე მივიდნენ. სხვა გეგმა უნდა ყოფილიყო დაფუძნებული აქ შეერთებული შტატების მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყებით და ქურთების ავტონომიის უზრუნველყოფის მიზნით. რეალურად ამის გაკეთება შეერთებულ შტატებს იქ არ სურს, ქურთებს იქ იურიდიული სტატუსი ასეთი არ ქონდათ, არ გააჩნიათ. ეს არ არის სახელმწიფო, ვისთანაც შეთანხმება უდევთ ამერიკელებს, ეს არის პროქსი ძალები რეალურად და რაც არ უნდა სიმპათიები ქონდეთ ამერიკელებს ქურთული ამ ძალების მიმართ, პოლიტიკურ ვალდებულებებს ვერ აიღებენ. სრულიად განსხვავდება ეს რეალობა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს, როდესაც შეერთებული შტატები იღებს რომელიმე სახელმწიფოს წინაშე იურიდიულ ვალდებულებებს და ასე შემდეგ. ასე რომ საკმაოდ მოსალოდნელი იყო და პრინციპში აქედან ძალიან წაგებულადაც არ გამოდიან ქურთები ჩემი აზრით, თუ შეძლებენ მართლა აი ამ ცალკე სტრუქტურების შენარჩუნებას, თუმცა მთელი ყურადღება ძვირფასო თანამემამულეებო პირდაპირ უნდა ვთქვა ეს და ეხლა გაჩვენებთ ამას რუკაზე, ისევ რომ დაუბრუნდეთ რუკას, მთელი ყურადღება ახლა გადავა სამხრეთისკენ და აი ძალიან ბუნებრივად ხედავთ, რომ ეს ჩრდილოეთის საკითხი მთლიანად ცენტრალური სირიის საკითხი არის მოგვარებული. შემდეგი საკითხი უკავშირდება უკვე დრუზების რეგიონს და ჩვენ თქვენთან ერთად ამაზე პრინციპში ვისაუბრეთ. აგერ დრუზების რეგიონი ალ-სუვეიდა, რომელზეც დიდი ანალიზი გავაკეთეთ ჩვენ თქვენთან ერთად არხზე არის და ვისაუბრეთ დეტალურად დრუზების პროცესებზე, რა იქნება და როგორ იქნება დიდი ალბათობით და რეალურად აქ უნდა ვთქვათ, რომ აი ეს ნაწილი არის ძალიან, ესე იგი, სერიოზული პრინციპში პროცესი აქვს და ეხლავე გაჩვენებთ უფრო ახლოდან ამ პროცესს. აგერ დრუზების ნაწილს ხედავთ და აქ ავტონომია გარკვეულწილად რჩება და ყველაზე მნიშვნელოვანი ჰოლანდის მაღლობლები. აგერ ჰოლანდის მაღლობლები ხედავთ ამ ტერიტორიას და აქ ხედავთ ტანკს, ხო, ისრაელის ტანკი არის, ანუ ისრაელის ძალები, აი აქ ხედავთ ზოლს, ეს არის ძველი ზოლი. ისრაელის ძალები არიან შემოსული სიღრმეში ამ ტერიტორიის და რეალურად აი ეს ნაწილი არის, რომელიც აშორებს ჰოლანდის მაღლობლის დრუზებს, ყურადღება, იქაც დრუზები ცხოვრობენ და სირიის დრუზებს, რომლებიც აი აქ ას-სუვეიდაში ცხოვრობენ. ვფიქრობ, რომ და ისრაელს ქურთების მიმართ არ ქონდა აღებული ვალდებულებები, რომ დაეხმარება სამხედრო ძალით, მაგრამ დრუზების მიმართულებით ეს გაცხადებული აქვს. სულ მცირე იმიტომ, აი სულ მცირე, რომ თავად ისრაელს სჭირდება, რომ ჰოლანდის მაღლობლების დრუზები იყვნენ ლოიალური ისრაელის მიმართ და არიან. მაგრამ ამისთვის ეს დრუზები თხოვენ, ჩვენი ნათესავი დრუზები აქ რო ცხოვრობენ, უნდა დაიცვათ. და შესაბამისად, საკითხი არის ძალიან მარტივად. ნიშნავს იმას, რომ თუ აშარა შეეცდება დრუზების მიმართულებით, ესე იგი, სამხედრო კამპანიის წარმოებას, რისი პირველი მაგალითები და შემთხვევები უკვე იყო და ამაზე ვისაუბრეთ და იქნება ასევე მიცდებული ეს ვიდეოც, მაშინ ისრაელის ჩარევა შესაძლებელი გახდება და შესაძლოა მოხდეს. ორიოდე სიტყვით ასევე გეტყვით, რომ ეს პროცესი ზოგადად მიდის იქამდე, რომ ცენტრალურ სირიაში განსაკუთრებით აი ამ ჰომსის და ჰამას ნაწილში თურქეთს უნდოდა სამხედრო საჰაერო ძალების განლაგება და ისრაელმა ეს აღკვეთა. ახლა თურქეთმა ჩრდილოეთ ნაწილში საკითხი მოაგვარა და პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩრდილოეთ სირიაში მოხდება თურქული ბაზების გარკვეულწილად განთავსება და მშენებლობა, ხოლო შემდეგ უკვე ნელ-ნელა ცენტრალური სირიისკენ წამოვლენ თურქები. თურქების ამოცანა, რა თქმა უნდა, უკავშირდება იმას, რომ ნელ-ნელა უკვე დამკვიდრდნენ ყველაზე სამხრეთით. რას ნიშნავს ეს? დრუზების საკითხის დასრულება და შემდეგ დაიწყება სავარაუდოდ ჰოლანდის მაღლობლების თემა. ანუ შარა, ჩემი აზრით, ან ალ-ჯულანი დაიწყებს ჰოლანდის მაღლობლებზე საუბარს. და ეს იქნება რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება ისრაელის წინააღმდეგ, პროქსი ძალის მეშვეობით, ანუ სირიის, ზუსტად იგივე როგორც ამას აკეთებს ირანი
ლიბანში ჰეზბოლაჰის მეშვეობით ან ესე იგი იემენში მაგალითად ჰუსიტების მეშვეობით აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შარაას მეშვეობით ამას გააკეთებს თურქეთი და ჰოლანდიის მაღლობლები აქ ლურჯად არის აღნიშნული, გახდება შემდეგი დიდი თემა. ჰოლანდიის მაღლობლების დაკავება, რასაც ისრაელი არ დაუშვებს და არც შეერთებული შტატები, ჰოლანდიის მაღლობლების დაკავება ნიშნავს პრინციპში თელ-ავივის დაბომბვას მარტივად. და მთელი ისრაელი გახდება, ესე იგი, ძალიან მარტივი სამიზნე, ძალიან მარტივი. ჰოლანდიის მაღლობლების დაკარგვა ისრაელისთვის შეიძლება წარმოუდგენლად ძვირი აღმოჩნდეს, ამიტომ ისრაელი ამას არ დაუშვებს. ჯულანი თუ ამაზე წავა, სერიოზული შედეგები ელოდება მოკლედ. სერიოზული და შეგახსენებთ, რომ ტრამპს აღიარებული აქვს ჰოლანდიის მაღლობლები ისრაელის ტერიტორიად და ისრაელიც მას თვლის საკუთარ ტერიტორიად და არ აპირებს დათმობას ამ ტერიტორიების. ასე რომ ვნახოთ როგორ განვითარდება ამ ეტაპზე უცებ ეს არ მოხდება, დრუზების საკითხი შეიძლება მოხდეს უცებ, ნელ-ნელა და უცებ. სირიისთვის ახლა მთავარი იქნება გაძლიერება, ჯარის მომზადება თურქული შეიარაღებით და ნელ-ნელა ასე ვთქვათ, მომზადება ჰოლანდიის მაღლობლების თემისთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ვფიქრობ საინტერესო გამოვიდა დღევანდელი ჩვენი მსჯელობა, შევხვდებით შემდეგ გადაცემაში. ნახვამდის.